მახე ხალხისთვის. ექსპერტიზა თუ არის ჩატარებული, რა მდგომარეობაში იყო ეს ღობე? წარსულში ღობე რა მდგომარეობაში იყო? წარსულში არა, იმ მომენტში, როდესაც მივიდნენ აქციის მონაწილე. ჩვენ ვიხილეთ შედეგი. 8 საათზე ნახეთ, იყო თუ არა ღობე, რომლის წაქცევისთვის 40-ზე მეტი ადამიანი ციხეში გაუშვეს, წინასწარ გადაჭრილი. ღობეები რაც იყო, სად არის ნახავსადმე? რამე დაზიანება ხომ არ ქონდა? ჩვენ გავშიფრეთ მრავალსაათიანი ჩანაწერები და დღეს 8 საათზე გიჩვენებთ კადრებს, სადაც ჩანს, რომ ღობე გადაჭრილია და მავთულებით მიბნული რკინის კონსტრუქციას. უმეტეს ღობის ხარდა რა. თუ ობიექტი სათანადოდ იყო დაცული და ხალხს არ მოუწყეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, 4 წამსა და 4 მიწოდაში როგორ მოირღვა სტრატეგიული ობიექტის დამცავი ზღუდე. ბატონო, რატო არ მოხდა პრევენცია დანაშაულის მითხარით? სხვებას უხლ არ გაქვს. რა წერია სასახლის ღობის საქმის მასალებში? ჩვენ მოვიპოვეთ კრიმინალური პოლიციის დოკუმენტები. 8 საათზე თქვენს გიჩვენებთ და თავად დაასკვენებთ, რაზე წავიდა ქართული ოცნება ციხეებში უფრო მეტი ადამიანის გასაშვებად. პატარა სიურპრიზი ხდება ჩვენი დიდი სიურპრიზი. ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, რომ გადაჭრილ ღობეებიანი სასახლე დიდი საპროტესტო აქციის დღეს 8 მცველი წანაბარა იყო დატოვებული. ამ დანაშაულის თავიდან აცილება ხომ იყო შესაძლებელი? ვერ გეტყვით რა შეიძლებოდა და რა არ შეიძლებოდა. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერილი ინტერვიუები 4 ოქტომბრის ორგანიზატორებთან და კითხვა, როგორ ატრიალდა გეგმა. ჩემი ასახები ჩემ თავზე უნდა ავიღო. სხვასთვის ხარზე არაფერი გრამი მისხალი არ უნდა გადავიტანო. რა იცოდა პაატა ბურჭულაძემ და რა შედეგი დადგა რეალობაში? ეჭვები, რომელიც მსოფლიო ბანის ოჯახის წევრებსაც აქვთ. ორმაგი აგენტი იყო, ან ორმაგი აგენტების ჯგუფი, რომლებიც დაპირდნენ და შემდეგ არ გააკეთეს. დღეს 8 საათზე დეტალები 4 ოქტომბრის საქმიდან, რომელიც ხალხის ციხეებში გაშვების ამბავს სულ სხვა კუთხით დაგვანახებს. ბოლოს როდის იყო გამოკითხვაზე? სალია ადასტურებს გლდანის ციხის უფროს ბურუსით მოცულ სიკვდილამდე დაკითხვებზე დაატარებდნენ. ჩვენ დავსვით კითხვა, რას ითხოვდნენ დავით გოგობერიშვილისგან. ბაჩიაშვილის საქმეა მიზეზი, რის გამოც საიძულეს მას რომ თავი მოეკლა? კაცი, რომელიც საკანში გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმის საქმის საიდუმლოს ინახავდა, ცოცხალი აღარ არის. ოცნების პოლიცია ამტკიცებს, რომ ღამით ავტოფარეხში ჩაიკეტა და თავი მოიკლა. მე ვუთხარი ერთი მაჩვენებთ, რომელი ავტოფარეხია და იქ მე ვერაფერი ვერ შევატყვე, ამოჭრი. საბედისწერო გასროლამდე რამდენიმე საათში სახელმწიფო პროპაგანდამ დაიწყო იმის მტკიცება, რომ გლდანის ციხის ექს-უფროსი მანამდე თავს 4-ჯერ იკლავდა. რა არის ეს რეალობა თუ ვერსია რეალობის გადასაფარად? ეს ამბავი ცოდით? არა. სხვა შემთხვევაში არა, მე არ ვიცოდი. ქართულ ოცნებას ციხეების ახალი სკანდალი აუფეთქდა. სუსი ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილის სცენის ჩანაწერები შეკვეთით წაშალეს. არა და მინისტრი, რომელიც ციხეებს აკონტროლებს, რამდენიმე საათით ადრე გვიმტკიცებდა, რომ მასალები საქმეშია. რომ გვაჩვენოთ ეს კამერის ჩანაწერი? რატო უნდა გაჩვენოთ, სანამ გამოძიება არ დასრულდება? ციხეების დაკავებული ექს-ხელმძღვანელი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის ბურუსით მოცული სიკვდილი. რა მოხდა? გიყვებით რვაზე. ვიღაცას მიყავს პოლიციელი დაშავებული და აღმოჩნდა, რომ ეს არის თორნიკე. ეს არ არის საქმის მასალებში. ვინ არის ხალხი, ვინც 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ დააკავეს? მეორე კლინიკური სტადია აქვს, რეიდორის სიმსივნეა. 8 საათზე გიყვებით რიგით მოქალაქეებზე საპროტესტო აქციიდან, რომლებსაც ახლა 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. როგორ დამთავრდა ეს პროცესი? გამხნევდით და თქვენ გვერდით ვარ? მეტროში მხატვარი, ექიმი, გეოგრაფი, დიზაინერი მოქანდაკე. ნახეთ, რისთვის გამოკეტეს ხალხი ციხეში მთელი საქართველოდან. ბატონი კახარომ არ იქნება, ხა ვინ უნდა ატაროს მისი მეუღლე დიალეზე? ჩვენ დავსვით კითხვა, რას ემსახურება ერთი და იგივე შაბლონური დასაბუთებით ადამიანების წინასწარ პატიმრობაში გაშვება. მან თქვა, რომ ბედედეს წარმომადგენლებამ ცემესა. ხელი თვითნებ და ყველა ერთიო გადმოდი ჩვენსკენ. დღეს 8-ზე ციხეში გამოკეტილი ხალხის ამბავი. დედადი ჩვენი ის არიან ბავშვების, რომ მამა ნახოს. შაბათი საღამოს 8 საათი ეს ჩვენი შეხვედრის დროა. ამიტომ დღეს საღამოს გელოდებით TV პირველზე. მნიშვნელოვანი ამბები გვაქვს თქვენთვის მოსაყოლი.